მოგესალმებით ჰოროსკოპი ჯისმენელს მაყურებელს მე ასტროლოგი მიხეილ საგარელი დღეს გეტყვით ინფორმაციას მოგახსენებთ იმ შესახებ თუ როგორ იქნება 14-20 აპრილის შუალედში მიმდინარე მოვლენები რა ხდება ცისკაბადონზე ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშანთათვის პირველში მოგესალმებით ყურადღება რამდენიმე გარემოებას პლანეტა მერკური 4 შაბათს გადაემსვლებს ვერძის ზოდიაქოში რის შედეგად ადამიანთა გონება გახდება გაცილებით უფრო მახვილი აქტიური ენერგიული უფრო ინიციატივიანი უფრო ლიდერული თავისი თვისებები და უშიშარი. ამავდროულად გახდება უფრო ჯიუტი, სულსტრაფი და კამათისადმი მიდრეკილი. ეს მოვლენები ამასთან იქნება დაკავშირებული 18-ში უკვე ეს პარასკევი დღეა, პლანეტა მარსი გადაემსვლებს ლომის ზოდიაქოში. ამიტომ აქედან გამომდინარე ჩვენი მოქმედებაც, საქმიანობაც გახდება უფრო აქტიური, უფრო ენერგიული, უფრო გამოцоცხლდება იგივე ბიზნესი, იგივე დავშეთ შემოქმედებით ინჩი და უნარი. ამიტომ მერკურის და მარსის გადასვლა ცეცხლის სტიქიაში ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი გახდება უფრო აქტიური, ენერგიული, უფრო ინიციატივიანი, აქ აშკარად გამოცდილდება ცხოვრება, ოღონდ ამავდროულად მოიმატებს ცოტა მეტი აგრესია, ცოტა მეტი სულსტრაფობა, ცოტა მეტი ესეთი ეგოისტური დიქტატორული ტენდენციები ადამიანთა გამოვლენისას და აზროვნებისას და 19 რიცხვი შაბათი დღე ითხოვს ყურადღებას. 19-ში სწორედ უკვე 23 საათზე და 37 წუთზე მზე გადაემსვლებს კურო ზოდიაქოში ერთი თვით. რაც ნიშნავს იმას, რომ ამ პერიოდიდან უკვე დაიბადებიან კურო ზოდიაქოს ნიშნით ბავშვები და ადამიანები და კურო შედარებით ცოტა მაინც დააწყნარებს აი ამ ასე ვთქვათ ცეცხლის სტიქიას, რომელიც პლანეტა მერკურის და მარსის ცეცხლის სტიქიაში გადასვლით იქნება განპირობებული. კურო მოგცემს მეტ ორგანიზებულობას, უახლოეს ერთ თვეში დისციპლინას, შეუპოვრობას, მიზანსწრაფობას, მოთმინებას, ნებისყოფას, პრაგმატულად ასე ვთქვათ მოქმედების უნარს, რაც ცოტა გააწონასწორებს აი ცეცხლოვან სულსტრაფ ასე ვთქვათ ენერგიებს, ასე ვთქვათ ვერძისა და ლომის. ახლა რაც შეეხება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს, ნუ დავიწყოთ ვერძით, რა ტენდენციები ამოსულნელი ვერძთა ცხოვრებაში. შეიძლება ესე ვთქვათ, რომ მთლიანობაში პერიოდი ჯერ კიდევ კარგია თქვენთვის, იმიტომ რომ ენერგია ბევრი გაქვთ. ელსნიშიანი აქტიურად მოქმედებს, ინიციატივას ავლენს, ასევე შეუძლია ლიდერული ორგანიზებული თვისებები წარმოაჩინოს, მაგრამ ისიც აღმოჩნდეთ, რომ კარგია ეს კვირა კიდევ რით, აი ეს ილუზიები, რომელიც დავუშვათ წინა პერიოდში გაძუხებდა და ეს ყველაფერი უკვე მოგშორდება და უფრო თქვენ დამიცდებით, იმიტომ რომ ბზის გადასვლა მით უმეტეს კუროში ცოტა უფრო მეტად პრაგმატულად ფერშაზენს ქმნის მოქმედებას, აზრებს და ასე შემდგომ. ამასთან ერთად, აი მაგალითად ძველი დაუსრულებელი საქმეები, რაღაც კარმული ურთიერთობები, აქ უფრო მეტ ყურადღებას ითხოვთ, უფრო აქტიურ მოქმედებას ითხოვს თქვენგან. ეს პერიოდი ხავს უწყობს ძველი მავნეჩვევებისგან, ძველი წარმოდგენებისგან თქვენს განთავისუფლებას, ამიტომ ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ნუ იქნებით ზედმეტად ეგოისტი, დიქტატორი, ნუ იქნებით სულსტრაფი და ზედმეტად დიდი წარმოდგენა რო გექნებათ საკუთარ თავზე. მაშინ ეს კვირა იქნება გაცილებით უფრო წარმატებული. ეს კარგია თქვენთვის 16 აპრილის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 9 აპრილის დღე და ბოდის ვიხდი, არ ვარგა 14 და 19 აპრილის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება კურო ზოდიაქოს ნიშნაოდებლებს, კუროთა ენერგოტონუსი ნელ-ნელა მატლობს, იმიტომ თქვენ აშკარად გძნობთ, რომ ზე უახლოვდება თქვენ ზოდიაქოს ნიშანს. ამიტომ აქედან გამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ უფრო აქტიური ნელ-ნელა მოქმედება, უფრო ოპერატიულად ახდენთ რეაქციას ამ თუ მოვლენებზე, თუმცა წინასწარ განსაზღვრული ფინანსური ხარჯის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ და აქ ამიტომ მოვერიდოთ საყიდლებს ჯერ კიდევ და კაპიტალ დაბანდებაც არ იქნება დროული და სწორი. აი კუთხით ვიყოთ ცოტა ყურადღები და ცოტა უფრო მეტად თხილი, ენასკველი დავაჭიროთ, საიდუმლო დავიცვათ, აქ უკვე შეგვიძლია მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, გარკვეულწილად მოლაპარაკება ამა თუ იმ საკითხზე და ასე შემდგომ, რათა მოვემზადოთ იმ საინტერესო პერიოდისთვის, რომელიც უკვე სადღაც 19 რიცხვიდან დაიწყება თქვენ ცხოვრებაში. თუმცა კვირის მეორე ნახევარს იქნება უფრო სასიკეთო და წარმატების მომტანი თქვენთვის. ყველს კარგია თქვენთვის 15-20 აპრილის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 18 აპრილის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნაოდებლებს, მოიტანხმოთ, რომ ენერგოტონუსი თქვენი ჯერ კიდევ მაღალია, ამიტომ ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, თუმცა გარკვეულმა გულაცრუებამ შეიძლება და ურთიერთწინააღმდეგობებმა იჩინოს თავი. მით უმეტეს თუ შეხვდებით აქ რაღაც ავტორიტეტულ აზრს, ავტორიტეტულ ადამიანს, აი ეს შეიძლება ამ შემთხვევაში ესეთი დაჯახება მოხდეს. თუმცა
ლეონობაში კვირა მაინც კარგია, რაც შეიძლება მეტი ურთიერთობა ინტერნეტთან აქედან მიიღებ მნიშვნელოვან ინფორმაციას, გაიცნობ საინტერესო ადამიანებს, მეგობრული კონტაქტების ურთიერთობებისთვის ძალიან კარგი პერიოდია. იგი ხელს უწყობს რეფორმებს, სიახლეებს, ახალ ტექნოლოგიებს, ახალ მეთოდოლოგიების ათვისებას, მათ გამოყენებას. ერთ სიტყვით, პერიოდი ხელს უწყობს სერიოზულ ცვლილებებს თქვენ ცხოვრებაში, ამიტომ მაქსიმალურად გამოიყენეთ იგი. და აღნიშნოთ, რომ ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 16 აპრილის დღე და ეს რიცხვი და შედარებით ფრთხილად 14 და 19 აპრილის დღეებსა და ამ რიცხვებში ვიყოთ. რაც შეეხება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, ამოშოთ, რომ მთლიანობაში ნელ-ნელა უმჯობესდება თქვენი ენერგოტონუსი, თუმცა გარკვეულმა გულაცრუებამ და უმადურობამ ირგვლივ ყოფი ადამიანებს შეიძლება თქვენში ცოტა ასე თქვი ნეგატიური ემოციები გამოიწვიოს. ამავდროულად აღნიშნოთ ისიც, რომ მოქმედებისთვის უკვე მზად ხართ, რომ ნელ-ნელა მათულობს შრომის უნარიანობა, თუმცა ესეც აღნიშნოთ, რომ ზოგჯერ საკუთარ თავზე შეიძლება ზედმეტად ბევრი აიღოთ, ვიდრე სიტუაციას ესაჭიროება ეს. ამიტომ ზედმეტად ნუ გადაღლით საკუთარ თავს და ესე ვთქვათ, ფორი აქვს თავი დავანებოთ ამ პერიოდში. რაც მეტად კარგი ურთიერთობები გექნებათ ხელმძღვანელ პირებთან, კოლეგებთან, მით მეტად ეს ხელში უწყობს თქვენში შემდგომ წინსვლას და განვითარებას. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 15-19 აპრილის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგათ 17 აპრილის დღე და ეს რიცხვიც. რაც შეეხება იმპერატორთან ნიშანს ლომის ზოდიაქო იგულისხმება, ნუ პირველ რიგში მოიტანხმოთ, რომ თქვენ მოგხდებათ აქ ძველი საქმეების დასრულება, შეიძლება ძველი ურთიერთობების დასრულებაც, რომელიც ამოწურა თავისი, ასე ვთქვათ, თავი, ძველი ვალების გასტუმრება, სხვა საკითხების გადაწყვეტა, რომელთა სხვათა ასე ვთქვათ, ზურზე გადატანა შეუძლებელი ხდება და ამასთან ერთად თქვენ შეიძლება ასევე სხვათა პრობლემების გაწყვეტის სფეროში ჩაერთოთ. ამიტომ საკუთარი თავისთვის და საკუთარი საქმეისთვის შეიძლება უბრალოდ ვერ მოიცავოთ. თუმცა პერიოდი მთლიანობაში კარგია. აქ ენერგია მაღალია, ამიტომ შეგიძლიათ აქტიური მოქმედება, ინიციატივის გამოვლენა, ლიდერული ორგანიზაციის წარმოჩენა, ძალიან კარგი პერიოდია მგზავრობისთვის, მოგზაურობისთვის, უცხოელებთან აქტიური კონტაქტების დასამყარებლად. შეიძლება მათთან პარტნიორული თანამშრომლობა, უცხოენების ათვისება და ბევრი სასიკეთო ცვლილების შეტანა საკუთარ ცხოვრებაში. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 17 აპრილის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგათ 15-19 აპრილის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, თავარია აქ არ გადაიღალოთ. კი, მართალია ნელ-ნელა ენერგია გემატებათ, მაგრამ გადაღლას უკუჩვენება ექნება. იმიტომ რომ შეიძლება მერე სეროზული, ნევროზული, სტრესული სიტუაციები გამოიწვიოს თქვენ ცხოვრებაში და ქრონიკული დაავადებების წინაშეც დაგაყენოთ. ამასთან ერთად მოიტანხმოთ, რომ აქ პარტნიორთა დახმარება და გვერდზე დგომა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ზედმეტად ესე ვთქვათ, დიდ გეგმებს თქვენს კარიერაზე აქ ნუ დაგეგმავთ, იმიტომ რომ არასტაბილურობა საქმეებში, ზოგიერთი გეგმების შეცვლა და დავუშვათ ხელშეკრულების შეცვლა შეიძლება იყოს და მოსაუდნელია ეს. ამიტომ ამის წინაშე შეიძლება დადგეთ უცებ მზად არ იყოთ ამისთვის. ამიტომ აქ ნუ იჩქარებთ, ნელ-ნელა მოამზადეთ საკუთარი თავი ძალიან საინტერესო პერიოდისთვის, რომელიც დაიწყება უკვე შემდეგ კვირიდან. თორემ უკვე ენერგოტონუსიც მოგემატება და ვთქვათ, იმუნიტეტი გაზლიარდება, უფრო მეტად შრომისუნარიანი გახდებით და ძალიან საინტერესო პერიოდი გაქვთ წინ მეტად სასიკეთო ოღონდ შემდეგი კვირიდან. ყველაზე კარგია თქვენთვის 14 და 20 აპრილის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგათ 16 აპრილის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება სასწორი ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, მოიტანხმოთ, რომ აქ მოგიხდებათ უფრო მეტი დახმარების გაწევა მეგობრებისადმი, ახლობლებისადმი, რომ გარკვეული სირთულეები შეიძლება შეექმნათ. ამიტომ ეს დამატებითი ვალდებულებები იქნება თქვენი მხრიდან. ამასთან ერთად მოგიხდებათ ხარდია საკუთარი სურვილების, საკუთარი გეგმების გვერდზე გადადება, საკუთარი ამბიციების შეიძლება სათანადოდ ვერ დააკმაყოფილოთ ამის შედეგად. და უნიშნოთ ისიც, რომ ეს ის პერიოდი, რომელშიც შეიძლება გარკვეულმა პროსაპროტესტო განწყობამ იჩინოს თავი თქვენს ხასიათში და თქვენი იმპულსურობა, კარგად მოუფიქრებელი საქციელი და მოქმედება, სუსტრაფობა, რასკვილას შეიძლება გახდეს დესტრუქციული და პრობლემის მომტანი. რაც მეტად ამ პერიოდში შეძლებთ სტაბილური, როგორც პირადი სასქვალო, ასევე საქმიან ბიზნეს პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნებას მეტად იქნებით წარმატებული და პირიქით. და ამავდროულად შემოქმედებითი ნიშის და უნარის გამოსავლენად და შემოქმედებითი მუშაობისთვის მეტად ნაყოფიერი პერიოდია, ესეც აღნიშნოთ.
და კარგია თქვენთვის 17 აპრილის დღე და ეს რიცხვი და არ ვერგათ 15-19 აპრილის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება მორიელის ზოდიაქოს ნიშნავებებს, მოვიტოვოთ, რომ აქ გამძაფრდება ბრძოლა ძალაუფლებისათვის, გავლენის სფეროებისათვის თქვენ ცხოვრებაში. აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის პარტნიორთან მხარდაჭერა, ის რომ სიტუაცია კონტროლ ქვეშ გქონდეთ და არ გაგექცეთ. ადაპტაცია სწრაფად ვთქვათ, სვლადი მოვლენებისადმი ასე იქნება მნიშვნელოვანი თქვენთვის და ამის შედეგად შეიძლება თქვენმა ავტორიტეტმა სხვათა შორის პოულს, ასე ვთქვათ, წინსვლა, განვითარება და მოიმატებს იგი თავისთავად. აქ ეს გიხავს წყობს იმას, რომ საზოგადოებაში უფრო მეტად გახდებით ავტორიტეტული, უფრო პოპულარული. ძალიან მნიშვნელოვანი რა მეაქცევთ მაინც ყურადღება ჯანმრთელობას. სულ ჯანმრთელობის პრობლემა არ ჩინა თავი, თუმცა კვირის მეორე ნახევარში იგნებთ, რომ უმჯობესდება თქვენი ენერგოტონუსი, უფრო აქტიური, ენერგიული ხდები და რაც მეტად კარგ ურთიერთობებს შეინარჩუნებთ აქ, როგორც ხელმძღვანელებთან, ასევე კოლეგებთან, ის უფრო მეტად ხელში უწყობს თქვენს შემდგომ პროფესიონალურ წინსვლას და განვითარებას. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 15 და 20 აპრილის დღეები ეს რიცხვები და არ ვარგათ 18 აპრილის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება უკვე მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნავებებს, გარკვეულწილად ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება სირთულეები წარმოიქმნას საქმეებში. ყველაფერი ისე არ წავიდეს უკვე თქვენის სურთ. კონკურენტული ბრძოლა შეიძლება გამძაფრდეს, პარტნიორებს შეიძლება რაღაც პრობლემები შეექმნას. ზოგიერთ თქვენი იდეები შეიძლება მხარდაჭერის გარეშე დარჩეს კოლეგების მხრიდან, პარტნიორთა მხრიდან. ამასთან ერთად ძალიან ბევრი იქნება იმპულსურობა, სულსწრაფობა, სხვა სახის, ასე ვთქვათ, გზავრობა, რაც ასევე გადართავს თქვენს ყურადღებას ძირითადი საკითხებისგან, თუმცა მთლიანობაში პერიოდი ცუდი არ არის. ენერგოტონუსი ჯერ კიდევ მაღალი გაქვთ, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია. საერთაშორისო კონკურსებში, ლოტარიებში მონაწილეობის მიღება ამ პერიოდში ასევე მეტად წარმატებულია, შვილებთან ურთიერთობა საკმაოდ მაღალ დონეზეა და სასიყვარულო, პარტნიორული, არსებული, მათ შორის ახალი შეიძლება რომანტიკული კავშირების კუთხითაც პერიოდი შეიძლება იყოს მეტად ნაყოფიერი, როგორც ლიდერი ხელმძღვანელი, კარგად წარმოაჩენთ თქვენ შესაძლებლობებს. ყველაზე კარგია თქვენთვის 18 აპრილის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგათ 15 და 20 აპრილის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. დარჩენილი დღეები წარმატების კუთხით საშუალოა. რაც შეეხება თხის ზოდიაქოს ნიშნავებებს, ცოტა უფრო მეტი სიფრთხილე გმართებთ საქმიანობისას, ან რაღაც სხვილი საყიდლების ამ სხვილი გარიგებების დროს, რათა შესაბამები არ დაუშვათ, იმიტომ რომ ამას შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ფინანსური დანაკარგები ან ხელშეკრულებების დარღვევა. სხვა სახის, ასე ვთქვათ, ურთიერთწინააღმდეგობა. აი მხრივ იყო ცოტა ყურადღებით და ფრთხილად. თუმცა ის წავნიშნოთ, რომ უკვე კვირის ბოლოს იქნებთ, რომ ენერგოტონუსი უმჯობესდება, ხდებით უფრო აქტიური, უფრო ენერგიული, უფრო შრომისუნარიანი, ამ მხრივ რასაკვირველია პოზიტიური ტენდენციები უდავოდ არის და აქ შორის შეგვიძლიათ არაერთი საყოფო ცხოვრებო საკითხები მოაგვაროთ, მაგალითად სახშეშეცვალო დიზაინი. გამომჯობესოთ ნელ-ნელა ურთიერთობა ახლობლებთან, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი თანადგომა თქვენი შემდგომი წარმატებისთვის ერთ-ერთი სერიოზული წინაპირობა იქნება. ყველაზე კარგია თქვენთვის 14-19 აპრილის დღეები რიცხვები და არ ვარგა 17 აპრილის დღე და ეს რიცხვიც. რაც შეეხება მერწყული ზოდიაქოს ნიშნავებებს, მოიტავშოთ, რომ აქ მთავარია არ გადაამეტოთ ძალაუფლებას და არ იყოთ ზედმეტად ხისტი. აქ დიპლომატია გჭირდებათ ყველა სახის ურთიერთობებში, იმიტომ რომ სხვანაირად ასეთი მოქმედების შედეგად ფარუმტრებს შეიქმნება და ეს უკვე ურთიერთწინააღმდეგობას ნიშნავს. ამასთან ერთად ფინანსური კუთხით პერიოდი კარგია. იმიტომ რომ აქ შეგიძლიათ თქვენი პროფესიონალიზმიც გამოავნოთ, ფინანსური კუთხით გამოჯობესოთ თქვენი, ასე ვთქვათ, ცხოვრება, თუმცა სიფრთხილე საჭიროა და აუცილებლად კონსულტაციები იურისტებთან, როცა რაღაც მნიშვნელოვან საკითხებს წყვეტ ამ მნიშვნელოვან საქმეებს ასრულებთ, ეს აუცილებელია, რათა სულსწრაფობის ნიადაგზე რაიმე სახის შესაბამები არ დაუშვათ, რომელთა ალბათობა ამ პერიოდში საკმაოდ მაღალია. პერიოდი კარგია მრავალფეროვანი შეხვედრების, კონტაქტების, მოლაპარაკებისთვის, პარტნიორულ თანამშრომლობას უწყობს, ხელშეშლება მიიღოთ მნიშვნელოვანი საჭირო ინფორმაცია, სწავლისთვის კარგი დროა, მგზავრობა მოგზაურობის კუთხითაც იგი მეტად სასიკეთოა. ყველაზე კარგია თქვენთვის 18 აპრილის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგათ 14-20 აპრილის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. და რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნავებებს, აღნიშნოთ ისიც, რომ ნელ-ნელა ენერგოტონუსი თქვენი უმჯობესდება. ამიტომ თქვენი მოქმედებაც უფრო წარმატებული ხდება, თუმცა ზოგიერთი საიდუმლო თქვენი კავშირები
და საიდუმლო მოქმედება შეიძლება გახდეს გარკვეულწილად მიზეზი სხვათა მხრიდან ყოველივე ამისადმი მეტი ყურადღებისა. ეს ის პერიოდი, რომ მსოფლიოს შინაგანმა შიშებმა შეიძლება ჯერ კიდევ იჩინონ თავი ან რაღაც შინაგანმა განცდებმა. ამიტომ მეტად არ ვეჭიროთ ოპტიმიზმით, მეტად ასე ვთქვათ, ეცადეთ, რომ უკვე დაიწყოთ აქტიური მოქმედება განსაკუთრებით კვირის მეორე ნახევარში და თქვენი შემოქმედებითი ნიჭი გამოავლინოთ. ძალიან კარგი პერიოდია იმ კუთხით, რომ შეიძლება ადრეული საქმეებიდან მიიღოთ ფინანსური დივიდენდები. ან ისეთ საქმეებში ჩართოთ, რომ ასევე ფინანსურად იქნება მომგებიანი, რაც ხელში უწყობს თქვენი materiალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და საერთო სტაბილიზაციას. ეს კარგი იქნება თქვენთვის 14 და 19 აპრილის დღეები და არ ვარგა 16 აპრილის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. ამ ინფორმაციით საუკეთესო სურვილებით მეგისურვებთ ბედნიერ კვირას, ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.